მადლობა მინდა გადავხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი გამოფენის ორგანიზებაში და განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ ნოზაძეს და სალომე ნანავას, რომ არ დაიზარეს და თავისი კალიგრაფიული ნამუშევრების გარდა ჩვენი გამოფენა უფრო გაალამაზეს თავიანთი შემოქმედებით. ასევე მინდა ყველა მოსწავლეს გადავხადო მადლობა, რომ იშრომეს და დღეს შექმნეს საოცარი ნამუშევრები და წარმოგვიდგინეს. რაც შეეხება ჩვენ გამოფენას, გამოფენა მიუძღვენით ვეფხის ტყაოსანს. მოსწავლეებმა გადაწერეს ვეფხის ტყაოსიდან ამონარიდები და შექმნეს ნამუშევრები. ნამუშევრები წარმოდგენილია სამივე დამწერლობით და კალიგრაფიის სხვადასხვა დეტალებით არის გაფორმებული, რომელსაც მოსწავლეები უკეთესად გაგვაცნობენ. რაც შეეხება თქვენთვის გამზადებული გვაქვს შთაბეჭდილებების ფურცელი, სადაც გვინდა რომ დაგვიტოვოთ თქვენი შთაბეჭდილებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ახლა კი დავუთმოთ გამოფენა ჩვენს მოსწავლეებს და დაგვაცნონ თავიანთი ნამუშევრები. დავიწყოთ აი აქ ამ მხრიდან. ეს ვისით ნამუშევარიც არის ორგანიზ კალიგრაფიები და აქ მოძიე არა უბრალოდ შენ ხო ეს არის არა უბრალოდ მოდი მოსწავლეები ნამუშევრებიდან ერთ ნამუშევარს გამოფენენ, მაგრამ ამ კალიგრაფიის ნამუშევარი იქით არის და ამიტომ შემდეგ იგი წარგვიდგენს. ეხლა თქვენ შენი თავი გაგვაცანი. ხო. ხო. და ეს ნამუშევრები აქვს წარმოდგენილი მხედრული კალიგრაფიით. და თქვენ ეს მოსწავლე პირველი წელია რაც დადის კალიგრაფიაზე და ვფიქრობ რომ საკმაოდ ნიჭიერი კალიგრაფია არის. შევხედოთ მის ნამუშევრებს. გამორჩეული არის მის ნამუშევრები, ეს გაფორმებები, ფონები და კალიგრაფიაც დახვეწილი არის. ეს რა თქმა უნდა კარგი და მელნით გვაქვს დაწერილი. ხო, ვიქტორია და ხო, ну, კი ბატონო, ვეფხის ტყაოსნის გარდა რამდენიმე სხვა ნამუშევრებიც არის. მაგალითად მომაჩვენოთ, ну, სხვა რაღაცებიც არის გადაწერილი, მაგრამ ძირითადად არის ვეფხის ტყაოსნიდან პატარა ამონარიდები. პატარა ამონარიდები. კი ბატონო. ეს არის ჩემი ნამუშევარი. ჩემი ნამუშევრიდან გამოვაჩენდი ამ ნამუშევრს. ამ ნამუშევრში წარმოდგენილია ასმეთის და ავთანდილის საუბარი. ასმეთი მეუბნება ავთანდილს, რომ ადრე მტრად მიიჩნევდა, ხოლო ახლა ისე დაუახლოვდა, რომ მასზე მეტრაც კი ახლობა მეგობრად მიიჩნევდა. გამოფენებული აქვს საზრდაოს და საუბრობა მე ვარ ვიქტორია პაპუაშელი 12 წლის. აქ წარმოდგენილია ჩემი ნამუშევრები, რომლებიდანაც გამოვაჩენდი ამას. აქ დაწერილი მაქვს არაბეთის მეფის დროს სტევანის გადაწყვეტილება, რომელსაც სურს რომ გამეფოს ერთადერთი ასული თინათინი, რათა როგორც ტექნიკური და სხვა ძიარის რომლებიც ამათობენ ასულიო. თინათინი იმდენად გოლიერი და ლამაზი იყო, რომ ტექსტის რომლება მისების გასაწვდარი და სოფლისამ ნათობია. აქ გამოსახულია თინათინი, რომელსაც თავზე ადგას როგორც ტექნიკური, ისე მზეცრად და ტექსტის რომლება მზესათა დასთა დასვლა. და ვიქტორიას ყველაზე კარგი ნიჭი და თავარი ორი ხელით წერა შეუძლია ერთად. ორი ხელით ერთად. კი ბატონო.
შემდეგი მოსწავლეობა. Anugela. ავთანდილ და ფრიდონის საუბარი არის წარმოდგენილი, ხო? კარგი. და საზდაო ასოები ცოტა ხმამაღლა უკაცრავად სიჩუმე ცოტა ბავშვებო, აბა გაჩვენდით სულ ყველა უფროსება, გააჩვენეთ პატარა. თქვენ ხოლმე მოусმენთ. კი, თვითონ ან ხანით ვიჩეთ შეფასებულად გააჩნია თან მაგალითად როგორი გაფორმება სჭირდებოდა. შემდეგი სალონ ეს სამი ნამუშევარი არის სალომესი და ეს ერთი წელია დადის და აი ასომთავრული როგორც ყველაზე რთული კალიგრაფია ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი რთული ფორმებითაც არის მოხაზულობით კალიგრაფია ასევე რთული კალმისწვერით იწერება და ეს უფრო რთულს ხდის თვითონ ნამუშევრის ტექსტის დაწერას გაფორმებაც და ფონის ყველაფერი თავისი არის გაკეთებული ხო და ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭიერი მოსწავლე არის თან მე მგონი ცოტა გვიან შემოვიდა სალომე და ძალიან მარტივად დაგვეწია და მარტივად აუღო ალღო ეს აშკარად მოეწონა მე რომ შემოვედი ერთხელ შეესაბამებებს ხალხი ოჩა შაიგეთ მამო და აქ არის ბევრი სტროფი სხვადასხვა ვეფხისტყაოსნიდან და თვითონ თავისი ინტერპრეტაციის თავისი სურვილი იყო რომ ესე ყველა ერთად ყველა მაგრამ რამდენიმე გაერთიანებინა და კალიგრამა შეექმნა და ასევე ეს ნამუშევარიც მარიამს გაკეთებული არის მარიამსაც უნდა კი ბატონო მე ვარ მარიამ ბაბაშვილი, 12 წლის ეს არის ჩემი ნამუშევარი. ეს არის დაწერილი მიხედვით დამწერლობით, რომელშიც ჩაწერილი ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა სტროფები ნუსხური დამწერლობით. ამ ასეთ ნამუშევარს ეწოდება კალიგრაფია. შიგნით წერია ნუსხური კალიგრაფია. არა, ეს მეორე წელია რაც არის. ათე მე მაინც ვფიქრობ რომ წელი უნდა ეწეროს ავტორის წელი აუცილებლად ეს ბევრ რამეზე მეტყველებს ბევრ რამეს განსაზღვრავს მაყურებლის პროფილ ხო ვარჩე თვითონ ეთქვათ ზოგ თქვა შეიძლება ზოგნებს ასაკი ამაშვილებ დაგაბრიოს ხო კი ბატონო ვერ გაიგო დიდი საათო პატარა გამარჯობა მე ვარ აბანაძე 12 წლის პირველი წელი რაც დავდივარ ეს არის ჩემი ნამუშევარი რომელიც ვარ ხეთური დამწერლობით შესრულებული და ესეც ლურჯ ფონზეც მისი ნამუშევარი არის გამარჯობა მე ვარ ქეთევანი ბარანაძე პირველი წელია რაც დავდივარ კალიგრაფიაზე ეს ნამუშევარი არის ჩემი და არის ხეთური დამწერლობით
და საზდაო ასოები გვაქვს გამოყენებული და აქ ასეთი ლამაზი ორნამენტით გვაქვს გაფორმებული. წინ დიდი მომავალი. მალე. აი ამ ნაშრომს გამოარჩევა აქ არის ალთანილის და კინეთის განსაკუთრებული ურთიერთობას უსწრებს და გამოყენებული მაქსაზე დავასო და გუთიკური სტილით არის შესრულებული. ის ორი არის თავის. ზოლეკავი ხაწერაზე ზამთრის ჩვენთან. სამი. ფონი გაქვს მან გაფორმებული და ხელმწიფე კალიგრაფიით აქვს. თან აი რაც დავათვალიერეთ ყველაზე განსხვავებული ნაწერი აქვს თავისი ნაწერი აქვს ან მე ჩვენ რაც ასეც ვასწავლეთ ის კი ვასწავლეთ მაგრამ თვითონ შეცვალა თავის ინტერპრეტაცია იყო და მე მაგას არ უშლი იმიტომ რომ ეგ უფრო კარგი არის თუ ცვლის თავის ინტერპრეტაციის ეს თავისი კალიგრაფია არის და უფრო კარგი არის განვითარების უფრო კი ბატონო თავის და არ შევხვდი ამაში და არის მაგა. და ამ სცენაში არის აღწერილი როგორად ეს კარიერი, ეს ტაძარი ქართლის ციდან და მათ სცენარის გამოსახული როგორ ამშვენებს ის კარიერი ესტანს და როგორ ამშვენებს მასტარს ეს ნახატი გამჩვენებო და გამჩვენებული არის და არ მივეცადე ეს ჩემი ნამუშევრები არის შესრულებული ვეფხისტყაოსნის თემაზე და გამოარჩევი ამ ნამუშევარს. ამ ნამუშევარში აღწერილი არის სცენა, როდესაც ალთანდილს დამალულია აქვს, რომ თინათინი უყვარს და როდესაც მას შორდება, ყოველთვის ევდიანდება ხოლმე. და ალთანდილს ძალიან გაუხარდება, როდესაც თინათინი ავატახზე, რადგან უფრო ხშირად მოუწევს ხოლმე მისი ნახვა. და ამ ნამუშევარში გამოყენებული არის საზდაო ასოები. ასო ეძახება რა ცალკე შემოქმედებული ცალკე ნახავ ეს საზდაოას აი რასაც შევხვდით ახლა ძირთადად რასაც შევხვდით ძირთადად და საზდაოას აი ესე ვაკეთებ და ესეთ ამით ვიწყებთ ეს არის ყველაზე მარტივი საზედაოას ეს უკვე დანარჩენი ეს თვითონ გააკეთა და ეს უკვე ან მაღალი კი უკვე მაღალი დონის ნამუშევარი არის საზედაოები რას არის საზედაოები ყველა მოსავლის შეჯამებული ნამუშევრები არის აქ წარმოდგენილი რაც აქვს კიდე აქვს აქ წარმოდგენილი ამათ არ წარგვიდგენენ მაგრამ შევხედოთ ყველას ერთ-ერთ ნამუშევრს და ეს ნონანოზაძის გაკეთებული არის აი ეს მაგი და მოგება ფუდი თავის გაკეთებული არის და ასე ვთქვათ შოთა რუსთაველის მაგი და ივაჩო მაშინ უფრო დამჭირდება შესამსახურე პედიკულება კვარტალს. ანუ რა დამიწყშია ფაქტორი თორე. ისე ჩემს და ის რომ ჩემს გაზეთი ხარული აიჩინე. ამ პროცესს თავარსად არის სიყვარული და ესაა.
რამდენი წლის ხარ ცოტა? ეს არის ჩემი ნამუშევრები გამარჯვებული ამ ნამუშევრის შინაარსია ამ გონიერის ამახლებული ადამიანი არასოდეს უღალატებს და არ გასცემს თავის მეგობარსა და მოყვარეს. მოჭ. ყველაზე კარგად ჩამოაყალიბეს საქმე. მოჭ. მოდი, შემოგვიყვება შექსალოს. აუწყო. გამარჯობათ, მე ვარ სარგალი ბაშოვი, ვარ 14 წლის. ჩემი ნამუშევრებიდან მინდა რომ წარმოვიდგინო ეს ნამუშევარი, რომელიც შინაარსია ერთი ვაჟკაცია, რომელიც ყველა სოფლის თავს გაჭირვებასთან აყარებს. ეს ნამუშევრები არის შედგენილი ტუბერკულოზის კლაუსიდან და ასევე ყველა სოფლის კლაუსის შექმნა, რომელიც ჩემს მიერ არის გაკეთებული და ჩემი მასწავლებლების მიერაც გამეხმარა. გაფორმებები სასწაულში და ფონი აქვს საინტერესო გაკეთებული. საკმაოდ საინტერესო ფონი არის. სახელი მეორე წელი. კი, მეორე წელი. ოჩახ სახელი. ეს არის შემებია ბავშვობიდან ძალიან მიტაცებული საერთოდ მამაზად წერა და ჩემი თავი გიგონება კალიგრაფიაში და ის ძალიან მიხარია და ყოველ საკეთილი სიხარული იყო. განსაკუთრებით მომეწონა ის აზედავასოს გაფორმება. ძალიან აქ ფერთა განდასვლა ფონის ორიგინალური ის და ძალიან მომეწონა ეს და მაგრამ ძალიან ნერვიულობდი ხოლმე კალმის წერისას რომ მეტი მელანი არ ამოსვლა და ცოტა აქ დამესვადა და ვინერვიული ნამუშევარში რომ ჩანს ნამუშევარი, როგორი ნამუშევარი არის, ეგ არ არის შეცდომა, ეგ პირიქით კარგია რომ აჩვენებ როგორ იმუშავებ. და ხოლმე სტიგოს მიგეშინია ყველაფერი კარგია. კარგად მიდის საქმე და კიდევ ნამუშევარი და ეს სამი ამოვარდში. ყველა მოსწავლეს რა თქმა უნდა მეტი ქონდა ნამუშევარი, მაგრამ ბევრს ვეღარ გამოვიტანდით. საკმაოდ ბევრი ნამუშევრები მოგროვდებოდა. და ამიტომ საუკეთესოები რაც ამოვარჩეთ, ეგენი ხა გამოფენაზე თნო ვიყავით, დიდი შთაბეჭდილება დაგვჭათ, შინო ვიყავით წასული და აი ვобще ვხედეთ იმ გამოფენის გაფორმება, საზედაო ასოებს, გავიფართოვდა ასე ვთქვათ ჩვენი ეს წარმოდგენები კალიგრაფიის შესახებ. მომავალ წელს მათემატიკას კიდევ უფრო კარგად ვასახელებ, კი დაიქნება და ვასწავლებ. მადლობა მათემატიკას ყველა ესენი არის ჩემი გამშველი და ყველაზე მეტად გამოვაშვები ამ ფრაზის შინაარსია, რომ თუ ადამიანი თავის თავში დაგონება შეენაცვლოს, ყველა კარგად წარმოიდგენს და არაცვლობს. და რა საინტერესო ფონი აქვს გაკეთებული და საზედაო ასოების ფერებიც. ადამიანის როგორ მეტყველა საფრთხე გამოიყვანს სამართლში შინაგანი გაბრიელი არ ყავს თავისთავად კეთილად ვერ წარმოაჩენ კარგი ბიჭი ხარ მოჩა აბა გაბრიელი არ ყავს მე ხო გაბრიელი სკენია გაბრიელი პროფილი გადავიღოთ მაინც კაცო
ძალიან ორიგინალური ფონები აქვს გაკეთებული და უყვარს ფონების გაკეთება. გაბრიელისა. კი. და გაბრიელი რამდენი წლის არის? 9 წლის არის. მეორე წელია დადის, წინა წელსაც კარგი ნამუშევრებია წარმოდგენილი და მხედრული დამწერლობით აქვს დაწერილი. ნიჭიერი კალიგრაფი არის თავის ასაკთან შედარებით კი განსხვავებული ნამუშევრები აქვს. ახალი წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრები, რომლებიდანაც გამოვარჩევდი აი ამას, რომელზედაც წერია ლეკვი-გომის ასტროლია, ძუიყოს თუნდა ხატია. ეს განსაკუთრებით მომწონს, იმიტომ რომ არის განსხვავებულად შესრულებული კალიგრამით, რომელიც არა მხოლოდ ტექსტს გადმოსცემს, არამედ გარეგნობაც. აქ რადგან ლეკვი-გომის ასტროლია და ძუიყოს თუნდა ხატია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალი იყოს კაცი, ორივე არის ღვთის შვილი და ორივე არის ძალაუფლების და ტახტის ღირსი. და ასომთავრულზეც გავამახვილებდი ახაც ყურადღებას. დახვეწილი ასომთავრული აქვს, პირველი წელი არის დადის გიორგი და ორნამენტებიც საკმაოდ საინტერესო და აქვს გაკეთებული. ლაფეში ნიჭიერი. ოჩოქიო. მოგესალმებით, მე ვარ ივანე ზარნაძე, 11 წელიწადი არის ჩემი ნამუშევრები, სადაც დაწერილი მაქვს სკოლასა და ამონარები. ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ამ ნამუშევრებს. ამ ნამუშევრებში აღწერილია წარიერის და ავტომობილის პირველი შეხვედრა. ისინი ორივე ვაჟკაცები იყვნენ და შეხვედრისთანავე ისე მოიკითხულეს გარეთ, თქოს დიდებიც ნაცნობი ყოფილიყვნენ. ასევე ჩემი ნამუშევრები გავაფორმე საზდავანსოებით და ორნამენტით. მეორე წელი. სალომის ნამუშევრები. გავარჯობა, მე ვარ სალომე დანელი 10 წლის. ესენია ჩემი ნამუშევრები. ამ ტექსტში წერია ადამიანმა უნდა იცოდეს სერტყილების ფასი, არ უნდა დაიშოვოს მათთვის საყვარელი. ორგულება და ღალატი იმდენად დიდი ცოდვაა, რომ ორგული ადამიანი თავს მივეტებაშივე იწვის და გაფორმებული მაქვს საზი და ავასაზე. ესეც ძალიან ორიგინალური ნამუშევარია და ყველასგან განსხვავებულია. ეს ფონიც ნაწერით წრეზე. ოჩო. ხო, აქ ნოსაზის ამხელი ნამუშევრები. ეს ნაწარმოებია. ამორჩეული მაქვს რაღაც სიყვარულის პლანები. სიყვარული აღმაღლებს შევიდოც მოქცეული შეთანხმების თავის სტრიქონიდან ესეც და ეს შავი ხაზები ის სიძნელეები რაც სიყვარულამდე დიახ ეს ის ნამუშევრებიც განსხვავებულია აბა რომელი? ცხანეტარებაც ეს აფხაზეთის აი სოფა. დიახ ეს მანძილის სახელამდე დიდი ატარიელ ხალხელავდეს ეს მარიამ აბა მარიამ რა ვიცი წარმოიდგინე ეს ნამუშევარი მე გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა შავ-თეთრი ფონი ან მოვიწვიე აკრილის მეშვეობით დავფარე თეთრი ფურცელი შავით და შავზე თეთრი დავწერე ვეფხის ტყავსანი გოთიკური დავწერლობით ხოლო აქ ვეფხის ტყავსნის სხვადასხვა ფორმები და ეს სამი ნამუშევარი ნამუშევრის და ეს
Shake. რაც საქმეც არასწორდეს, არასაქმე არ იქნება. ახმოვანება არ გამოფხატო აი ბავშვების მიმართ. მათი ნიჭის მიმართ, იმიტომ რომ პატრიარქს არ ერთხელ თქვენ რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია და რატო თქვა მისი თქმები როცა თქვა რომ 200 თუ დაუწერთო. იმიტომ თქვა რომ ბავშვი სხვადასხვა პრობლემები არსებობს ადამიანში და ამიტომ შეიძლება ვერ მოუწოდა გაკვეთილი, ვერ ისწავლა, ბევრი მიზეზები არსებობს და რატო უნდა დაუწერო, რატო უნდა აქტიურია? აი პირველი ეს არის. და ამიტომ მიეცი საშუალება, მიეცი უფლება იმისი რომ თავის თავზე თითოეული უფლოს და თავისუფლად დაწეროს. თემა იქნება, გაკვეთილი იქნება თუ რა იქნება და ამდენად ის უფრო კარგად გამოხატავს თავის ემოციას, გააჩნია რა არის რავალება სკოლიდან თუ უმაღლესიდან. ამიტომ მე ვიდა აი მოხალული ვარ და აფსებული ვარ. სკოლის სერიოზულობით გეუბნებით, იმიტომ რომ ნამდვილად ბავშვების გამოხატულება ფიზიკურად შინაგანი მათი ნიჭიერებისა. ეს არ არის ცოტა. და მერწუნეთ რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია. რომ დაიბადება ადამიანი, ყველა საფრთხისგან მოცემული ის ნიჭი და ის განვითარება ისევ რა თქმა უნდა უფლისმიერ, მაგრამ ადამიანი ეხმარება ბავშვებს და დიდებსაც, ვისაც აქვს სურვილი რომ განავითარონ ეს რას მასშია. გამოიხატება ხოლმე ბავშვების მიერ, დიდების მიერაც გამოიხატება რისკედარი მიდრეკილი. თუმცა არის ხანდახან ხოლმე ბავშვი მიიდრეკება ბოროტებისაგან. მე მახსოვს ესეთი მაგალითი რომ აი ერთ-ერთი პიროვნების შვილი იყო მიდრეკილი და ამას ამოვიდა მწუხარებით რომ აი ჩემი ბავშვი მიიდრეკა იქიდან რომ ხატავს სულ აი რაღაც ბოროტებას და ხატავს იმ შავ არსებებს და ხატავს ესე იგი იმას რაც უარყოფითია. და რა თქმა უნდა, ამაზე წუხდა შობალი ხდებოდა ეს საერთმედიც საზბავში და
ხო, თუმცა მუშაობა საჭირო რომ ასეთი ადამიანი, ასეთი ბავშვი, ესე იგი მიდრიკო სიკეთისაგან, სიყვარულისაგან, ღვთისაგან. თუმცა ამას მუშაობა უნდა და მშობლებს შეუძლიათ, მშობლები უფრო უგებენ ბავშვებს, ვიდრე სხვა ვინმე თუნდაც მასწავლებელი. თუმცა მასწავლებელსაც დიდი როლი აკისრია ბავშვების აღზრდაში და ასე რომ მე მინდა მოგილოცოთ რემონტები დღე და მიულოცოთ ამ ბავშვების მშობლებს, პედაგოგს და პედაგოგებს ის კიდევ ვინც ასწავლის მათ სხვა ბევრ რამ სიკეთეს და ეს არის ნამდვილად საერთოდ დღე მე ვთვლი საზეიმო დღეა და საზეიმო საღამოა და ღმერთმა გაგულწოდა გაგახაროთ თქვენ ბავშვებთან ერთად და ღმერთმა გაგამრავლოთ იმით რომ ეს ნიჭიერება უნდა მოედოს ყველას ეს არის გადამდები ეხლა ის ახლა მოსულია თქვენთან სტუმრად არის უყურებს ყოველივე ამას იმასაც არ გონდრობა იცი სიკეთე გადამდებია მოეთქვია აი სწორედ ეს არის და მოდი მე საბაბი არის საშუალება ვიცით ბავშვებს რომ დაეუფლო ყველა იმას იმის რომელიც მათში არის ჩადებული ღვთისაგან კიდევ ერთხელ მინდა დაგლოცოდო მეთქვა მოგმადოთ სიყვარული და აი ეს ნიში ღვთისა რომელიც ადამიანში არსებობს სეგი, წელს მათეს გამოფენამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებები დატოვა ჩვენში. აი შაშანდილს რო ვადარებთ. წლევანდელი იყო უფრო მეტად დახვეწილი, უფრო მეტად მრავალფეროვანი, უფრო მეტად გაზრდილი, იმიტომ რომ შაშანაც მათესთვის იყო პირველი წელი პედაგოგობის. თან მათე ამავდროულად სკოლის მოსწავლეა. უკვე მე-12 კლასში, მე-11-ში, მე-12-ში ხოლმე მე-12-ში გადავიდა, მაგრამ დამატებით კიდე თავისი პირადი ცხოვრება, თავისი საქმე აქვს და სწავლასთან ერთად რომ სხვასაც ასწავლის, ეს ძალიან დიდი გაკვეთილია. მისთვისაც და სხვისთვისაც. აი ბავშვების ნიჭიერება კიდე სახეზეა. თუნდაც თითოეულ ასოში, საზედაო ასოებში, ნებისმიერ აი ფონი იქნება ეს, ფერები იქნება თუ რაც, ეს მიუთითებს ნიჭზე, რომელიც თქვენ გაქვთ და მე მინდა მოგილოცოთ წარმატებული გამოფენა, გისურვოთ წმინდა გიორგი დაწმინდელის მეოხება წინაშე ღვთისა და ღმერთმა მარჯვენა დაგილოცოთ. თუ რომელიმე ცაცია ხართ, ცაციას დაგილოცოთ ღმერთთან და მოკლედ ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ. სულ ესეთი კარგი და ტკბილი გემრიელის სიტყვები და ფრაზები გეწეროთ და გასთავარია გეკეთებინოთ. მადლობა. მოგესალმებით ყველას. და მათეს მოვხდი ძალიან დიდ მადლობას, რომ მათე არის ჩვენი ოჯახის წევრი, ოჯახში გულისხმობთ ამ სკოლას, სკოლამ თაწმინდელს და განსაკუთრებული დღეა ჩვენს სკოლაში დღეს, იმიტომ რომ საოცარი გამოფენა წარადგინეთ და მე მინდა ყველას თითოეულ მოსწავლეს დიდი მადლობა გითხრათ. ალბათ ყველა მიცით, რომ ჩვენს ქალაქში იმართება ესეთი ღონისძიება, მხოლოდ ქართული მომგონი სახელწოდება არ მეშლება და ამაზე მეტი ქართული არ ამგონი რამე იყოს და საოცარია, უხარია გულს, უხარია სულს და დღეს ვხარობთ ყველანი ამ სკოლის. ვინც მუშაობთ, ვინც სახურობთ, ყველას გვიხარია, რომ ესეთ საოცარი გამოფენა ხდება ჩვენ სკოლაში და საოცარი ბავშვები იზრდება, საოცარი ქალბატონები, ბრძანდებით, ვინც ამაში ღებულობთ მონაწილეობას და ამაში რომ ხარჯავს ადამიანი დროს, დრო ყველაზე ძვირფასია ჩვენ ვიცით და თქვენ საოცარ ამაში ღებულობთ მონაწილეობას, რომ ქმნით აი ეს საოცარია თითოეულ ასოში, რამხელა შრომა, რამხელა სიყვარული იდება პატარა ბავშვებმა როგორ საოცრად გადმოსცეს, რომ აი აქ ეს არის ჩადებული, აქ ის არის ჩადებული და ყველას გაგვიხარდა დიდი მადლობა მათე, რომ აი მართლა ეს შედეგი საოცარია და ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვიტყოდი რომ მოლოდინს გადააჭარბა. დღევანდელმა მადლობა. უიმეს გავსურვილი. თქვენი გამხნევება მას ჭირდება, ნამდვილად სტიმულია ეს და თუ ვინმე გამხნევს, თბილ სიტყვას იყვით, გაეხარდება მასაც და ჩვენს. აი მამა ვახტანგი ბრძანდება აქ და თუ თქოს, აი მამა ვახტანგ, თუ შეიძლება მოგზავნოთ.
თქვენი შეფასება მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუ რა შეიძლება ითქვას? პირველ რიგში გაკვირვებული ვარ და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ ადამიანებს ამ ასაკში ესეთი დიდი მიღწევები აქვთ უკვე და ესე იმორჩილებენ საკუთარ ხელს, ეს ნიშნავს და იმორჩილოს თავის გონება, უყვართ შემოქმედება, უყვართ ხელოვნება, უყვართ კულტურა და ეს ყველაფერი გადმოაქვს და ჩვენს გვიზიარებენ თავისი სულის ნაწილს, თავის ნაწილს გვიზიარებენ ამ ყველაფრით და ცდილობენ რომ თავისი საქმენი თხან და უსურვენ წარმატებებს. მადლობა კულტურას. საერთო სურათი შენ გვაქვს.